ვერ გეტყვი რომ ძალიან ცივა, მაგრამ წეს უხდება ახლოს გომა. ცივა დღეს. სალამი დათო, როგორ ახარ? კარგად, მადლობა. მობძანდი, აი იქით. მუზაში გემას მინდა. ნაყოფი ხარ ამ არაჩვეულებრივ. პირველად ვარ დღეს. როგორ მოგწონს? ძალიან კრეატიულია და ხო. რაღაცა უცნაურია. მე პირველად ვარ აქ. ძალიან კარგი გარე. იყოს. ესევე ჩემ გადაცემაში. დაბძანდი აქ. დიდი მადლობა. აქით დაბძანდი. ესე იგი ამინდა მომცა საშუალება და რადგან არციო შეგვიძლია გარეთ ვისხდეთ. მე ვიცი რომ ჩაისაც მოგვიტანი და თუ ოდნავ შეგვირილდა ცეცხლი სწორო ახლოს არ იყოს ხო ვიცი რომ ხედავ ცეცხლს უკვე შინაგანად თბები. ჩაიც დაგვეხმარება. მადლობა სტუმრობისათვის. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. მე ვიცი რომ ძალიან დიდი აუდიტორია ყავს. მათ შორის ძალიან ბევრი ემიგრანტები ჩვენი და მოკლედ თუ ნახავთ შენს სიმღერებს, ვიდეოებს, იმდენი ნახვა აქვს რომ დაწუნებული ვარ ახლა ძალიან ბევრი ნახავს როგორც როცა გადაცემაში გადასახა და ასევე რომ დაიდება ინტერნეტში და ამ ჩემ ფორმატშიც მოკლედ გიხილავენ და მიხარია ეს ყველაფერი. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება ნახვებს და რაოდენობას, ძალიან დიდი რაოდენობა ქართველი შემსრულებლის პირობაზე 500 მილიონი ნახვა, ანუ 9 მილიარდი ნახვა. რა თქმა უნდა, ჩემთვის ასიხარულოა და ალბათ უფრო გაცილებით მეტი პასუხისგებლობაა. ვიდრე აქამდე იყო, აქედან გამომდინარე, როდესაც ამ ციფრს წარმოვიდგენ ხოლმე ესე მოცულობით, ჩემს ეკიკასთან რაღაც პრობლემები იწყება ხოლმე. ამიტომ მე ჩემნია უბრალოდ ციფრი დარჩეს და არა ვიზუალი. კი ბატონო, რას ფიქრობ დათო? აი, რამ გამოიწვია ეს რომ ამდენი ნახვა აქვს? ეს ძალიან კარგია, ცხადია, მაგრამ ესე შემთხვევით არ ხდება, ხო? ეხლა გადავიღე დავდე და უცებ ნახეს, არ ხდება ეს ყველაფერი და შენი შეფასებით, ნუ ალბათ რთულია რომ შენ თავზე ისაუბრო ან კონკრეტული პასუხი ქონდეს, მაგრამ აი დაკვირვებით ალბათ აანალიზებ ხო შენს საქმიანობას, რამ გამოიწვია ეს? ვცდილობ ყოველთვის ვიპოვო პასუხი ამ ყველაფერზე, ძალიან მიჭერს ყოველთვის. ახლა რამ შეიძლება გამოიწვიოს უბრალოდ ერთი პატარა ბიჭის, ერთ პატარა ქართველის მომღერალი 9 მილიარდში. ალბათ უფრო ზოგად კავკასიური ვოკალის ჩვენი ვიბრაციების, ანუ ჩვენ არა მარტო ქართველებს, კავკასიელებს გვაქვს რაღაც განსაკუთრებული ვიბრაციები. ნუ ალბათ ეს ჩვენი ყოფა-ცხოვრებიდან მოდის და ჩვენი რაღაც განვლილი ისტორიებიდან, იდენტობიდან. აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი უცხოელი ადამიანი ამბობს, როდესაც მათ არ ესმის მადლობა. დიდი მადლობა. მათ არ ესმით ჩვენი ენა, ჩვენი ვიბრაციები, თუმცა მოწონთ ძალიან ჩვენი შემოქმედება. ჩემს არ ვიტყვი, იმიტომ რომ ჩვენი ეს ჩვენი ქვეყნის არის და ჩვენი ქვეყნის კუთვნილებაა. მე ვერ ვიტყვი, რომ ჩემი საქმიანობა პირდაპირ ფოლკლორს უკავშირდება, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ყველაფერი არის ფოლკლორის ღერძზე დაყრდნობილი, აქედან გამომდინარე ყოველთვის გამოდის ძალიან საინტერესო და ძალიან ვიბრაციული. ამიტომ ვამბობ, როდესაც ვეხებით ზოგად კავკასიურ ვოკალს ან მის ვიბრაციებს, გამოდის რაღაც უჩვეულო. ნუ ეს შემდეგ უკვე გადადის მე სხვა კოლაბორაციებში და პროექტებში, მაგრამ პირველი რაც არის და პირველი რამაც ალბათ ახტოვანება გამოიწვია ადამიანების და ის აღიარება, რასაც 9 მილიარდს ვეძახით, ალბათ ისევ ჩვენი ვიბრაციებია ზოგად კავკასიური და უფრო ქართული, უფრო მიმაჩნია, იმიტომ რომ ზოგად კავკასიურ ვოკალშიც არის სხვადასხვანაირი. მათ არ აქვთ პოლიფონია, დანაკლებად აქვთ კავკასიაში, მაგრამ ჩვენთან ეს ჩვენ ამით გათამამებულები ვართ და თუმცა მიუხედავად ამისა, სწორად აღნიშნე რომ ეს ჩვენზეა და ჩემზე არ ვიტყვი, მაგრამ მე მგონია ჩემი შეფასებით, ჩემი დაკვირვებით მოახერხე და რაღაცა შენი ნიშა, შენი სტილი, შენი ფორმა მოძებნე. რაც ვფიქრობ, რომ ზოგადად ხელოვანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არავის არ გავდეს და იყოს ისეთი, როგორიც არის. და ამ კუთხით შეგიყვარ. ეს მოხდა თავისით, თუ თავიდანვე ფიქრობდი შენ ამაზე, რომ რაღაცა შენი სტილი მოგეძებნე, რომ შენ იქნებოდი განსხვავებული. მე როდესაც ფოლკლორულ ანსამბლებში, ამა თუ იმ ანსამბლებში ვიზრდებოდი, ცხადი ანალიზები გამომქონდა ამ ყველაფრიდან. მე ვფიქრობ, რომ არ არსებობს ჯარისკაცი, ვისაც არ უნდა რომ გახდეს გენერალი. ხო, ნუ არ არსებობს მომღერალი არტისტი, ვისაც არ უნდა რომ დის სცენაზე დადგეს ბუნებრივია. თუ ეს პროფესია აქვს, რა თქმია. რა თქმა უნდა, გასართობად არ არის. კი, ბუნებრივია. ამიტომ ყოველთვის ვცდილობ განვითარებაზე. განვითარებაზე
ფოლკლორს ვერანაირად ვერ განვავითარებთ ჩვენ, იმიტომ რომ ის ხელშეუხებელია და ის ისეთი განვითარებული მოგვიტანეს რომ ჩვენი ძეგლია და ჩვენი იდენტობა და რასაც ჩვენ წარმოადგენთ, ეს არის ის. მაგრამ მე როგორც ხელოვანი თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მაქვს იმის ამბიცია, რომ ფოლკლორზე დაყრდნობით ძალიან ბევრი კოლაბორაცია ვაკეთო და აი ამ კუთხით მივაწოდო ადამიანებს, ვისაც არ ესმის ფოლკლორი, ამ კუთხით მივაწოდო და ეს მიიღოს მან. ეს თუნდაც შეიძლება ითქვას ახალგაზრდებზეც, იმიტომ რომ დღესდღეობით ახალგაზრდები უფრო მეტი კლუბისკენ არიან მიმართულები და ნუ ალბათ ასაკიც არის ეს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ნაპოვნი მაქვს ის გასაღები, რითიც უნდა შევაყვარო იცევ ამ ახალგაზრდებს ჩვენი ფოლკლორი, იმიტომ რომ მართლა რეალურად ფასეულია, რეალურად ღირებულია და რეალურად ბევრი რაღაცის გაკეთება შეიძლება ჩვენი ფოლკლორი და შენ რა ასაკში შეგიყვარდა? აი, რადგან ახლა ვერ საუბრობ ახალგაზრდებზე, როდის დაუკავშირდი სიმღერას, მუსიკას და ეს იყო შენი სურვილი ბავშვობაში თუ დაუშვათ ოჯახის წევრებიან განაპირობა, ვინმე მის გამოც აი მაგალითი იყო და მოგინდა და ერთგვარად გააგრძელე მისი გზა და мотиваტორი იყო. ჩემ ოჯახში აბსოლუტურად ყველა მღერის, ყველას აბსოლუტური სმენა აქვს ბებიის გარდა. მომღერალი ოჯახი ხარ? კი. არ ყოფილა ჩემთვის უცხო, ჩემი დიდი ბებია თამარ ჯოხაძე იყო ჩვენზე გაცილებით მაგარი მომღერალი თურმე. მას არ მიეცა საშუალება იმისა, რომ მოეხდინა თავის რეალიზაცია, იმიტომ რომ მაშინ ალბათ სხვა წყობა იყო, სხვა სივრცე იყო და სხვა რაღაცა როგორ თქვა, სხვა მოცემულობა იყო, რა თქმა უნდა და არ ქონდა იმის საშუალება, რომ ასეთი ასპარეზი გქონოდა. მიეცა ჩემი დიდი ბებიის მეუღლეს ანუ ასოს იმის საშუალება, რომ დასტები მიდიოდნენ, მე დუდუკეთა დასტები მიდიოდნენ და თხოვდნენ პაპაჩემს, მაგრამ არ აძლევდა იმის საშუალებას, რომ წასვლიყო ან რომელიმე დასტასთან ერთად ემხო. ხო, ნუ ეს დრო იყო და გასაგებია. თლად პაპასაც უნდა დავადანაშაულო. ანუ ეს რაღაცა გენეტიკურია და ჩვეულებრივი იყო, რომ შენ ბავშვობიდან მოგინდა ეს. კი, იმიტომ რომ მე დავიბადე აბსოლუტური სმენით. ანუ მომყვა ეს არ მესწავლე, უბრალოდ დამაყენებდნენ ხოლმე სკამზე, სუფრაზე და მამღერებდნენ ხოლმე, თუმცა მე სუფრები დამთავრდა, მე ძალიან მიჭირს ყოველთვის რაღაცა სუფრაზე სიმღერა, იმიტომ არა უბრალოდ აბსოლუტურად მესმის. რაღაც ფიქრობ, რომ ეს სცენა უფროა საკუთარი ხელოვნების რეალიზაციისთვის, ვიდრე მაგალითად სუფრა. სულ ესე ვიყავი, სულ მღეროდი, სულ რაღაცას ვაკეთებდი, შემდეგ პირველი ჩემი შეხება იყო, ანუ სერიოზულ დონეზე, მოდი ასე ვთქვათ, მართვეში, სადაც დავიწყე აქტიურად მართველი ხარ. რა თქმა უნდა, მართველი ვარ და ამით ვამაყობ და ბუნებრივია ამაყობა. იმიტომ რომ ვინც ქართულ ფოლკლორს, ზოგადად ქართულ საქმეს ემსახურება მართვეს, როდესაც არ გადიხარ, ჩემი აზრით დიდი დანაკარგია. ისეთი რაღაცები გააკეთა, რომ აი რა ვიცი, აი ეს ბატონი აზორის ნაპერტკლები ალბათ აი წლები, აწლეულები კიდე იქნება და იქნება. ჯერ მარტო თუ ასე ტურფა იყავი, ავიღოთ სიმღერა. და რომელი ერთი? რომელი ერთი? თუ ასე ტურფა იყავიდან ვიწყებ, იმიტომ რომ მე ძალიან მიყვარს გონაშვილის შესრულებით მეც შენს გაქვს შესრულებული. კი, შესრულებული, მაგრამ ისე როგორც გონაშვილი მე ვერასოდეს ვერ გავაკეთებ ამას, იმიტომ რომ როგორც საუბრობდით საუბრის თავში, მას თავის ხელწერა ქონდა, მე ჩემი ხელწერა მაგრამ არ მგონია რომ თავის ხელწერა. შენი ამბიცია იყო რომ აჯობო გონაშვილს, შენი ვერსია. რა თქმა უნდა, ყოველთვის მინდოდა რომ ჩემი ვერსია გამეკეთებინა, მაგრამ სუსტი იყო, თამამად ვიტყვი ამას. პირიქით. მიხარია რომ იმ ხელოვნებერას ადამიანს ანუ ვერაფრით ვერ ასე ვთქვათ, ვერაფრით ვერ გადავწვენებ. კაი, მართვეს დაუბრუნდეთ. მართვეთი დაიწყე. მართვეთი დავიწყე, კი. და მან მივიღე ყველაზე დიდი გამოცდილება. პირველი ხმა, მეორე ხმა, სამხმიანობა, ხო? სამხმიანობა არ არის ადვილი, ახლა ყველას მოწონს, როდესაც ისე ისმენს, ნებისმიერი ადამიანი. მოსასმენად კაი, ადვილი. მოსასმენად იდეალურია, მაგრამ ბანი პირველი მეორე ხმის წყობა და დალაგება არ არის რთული საკითხი, აქედან გამომდინარე მე ის გამოცდილება იქ მივიღე და ის გამოცდილება ძალიან მომეხმარა ჩემ შემდგომი ხელოვნური კუთხით განვითარებაში. რითიც მე ძალიან კმაყოფილი ვარ, ანუ უდიდესი გამოცდილება და სკოლა მივიღე. აი ეს სოლოს როდის დაუკავშირდი, სოლო აი შენ კარიერისთვის რომ დაფიქრდი რომ მე მინდა მოდი სოლო ვიყო. სოლო ალბათ როდესაც წამოვედი უკვე ანსამბლიდან სხვა ანსამბლებშიც მქონდა შეხება. გადავწყვიტე რომ მინდა შემექმნა ჩემი ასე ვთქვათ კარიერა, იმიტომ რომ შინაგანად ფიქრობდი რომ მე ამის გაკეთება შემეძლო.
როგორ გავაკეთე ეს რა კუთხით ალბათ ეს უკვე ტექნიკური საკითხია და ჩემი აზრით ფიქრობ ნაკლებად საინტერესო, მაგრამ ის რაც მე მინდოდა და რის გაკეთებაც მინდოდა მივახციე პირველი ჩემი ასე ვთქვათ სოლო სიმღერას დავარქვა. კი ბატონო. გალბატონ ლელა თათარაიძის ლეგენდა. შენმა სურვილმა დამლია იყო და აი აქედან მახსოვს ეგ სიმღერა და მაგ სიმღერას გამოჩენაც უბრალოდ. კი. აი აქედან უკვე დავიწყე ახალი რაღაცეების ძებნა. აი პირველივე შენ სოლო სიმღერას და შენ სოლო მომღერლობის ნაბიჯს მოყვა ისეთი რეაქცია, რომ მივხვდი, რომ სწორი გზა ირჩიე? რანუ გულისხმობ რეაქცია საზოგადოების თანახმად. საზოგადოების რეაქცია, ალბათ 70-30-ზე გაიყო, ასე ვთქვათ. ზოგი იმას ამბობდა, რომ როგორც ლელა მღერის ისევე რასოდეს ვერ იმღერებ, მე ძალიან კარგად ვიცოდი, უბრალოდ მაინც იყო ეს ასეთი კომენტარები, მაგრამ სიყვარული მაინც დამიმსახურე ადამიანების და ჩემი პირველი ასე ვთქვათ სიმღერა ჩემმა ქვეყნის მოქალაქეებმა და ჩემმა ქვეყანამ შეიყვარა და აი ამ სიმღერით წამოვედი და დავიწყე უკვე მე აქტიური ფაზა ხელოვნებასთან კავშირით. საავტორო სიმღერები თუ გვაქვს რეპერტუარში და საკრავებზეც მე კითხო, საკრავებს ფლობ სავარაუდოდ. იცით, ხმამაღალი ნათქვამია რომ ფლობ, თუმცა შემიძლია ნებისმიერ კონცერტზე დაუკრა დუდუკი შემიძლია დაუკრა უენო სალამო. გამშვენო ამითაც შემიძლია დაუკრა ფანდური, ასე ვთქვათ, ჩვენ ნაციონალური, რაც მე ყველაზე მეტად მიყვარს და ბას-გიტარა. კი ბატონო. ეხლა სუბუქად რაღაც ბას-გიტარასაც უკრავ, დრამსაც უკრავ, გიტარასაც რაღაც ვეხები, მაგრამ ესე როგორც პროფესიონალურად. საავტორო სიმღერები? კი, მაქვს რამოდენიმე. თუმცა ძირითადად ამ ეტაპზე რაზეც მუშაობ, ეს ალბათ უფრო ავტორების მიერ შექმნილი სიმღერებია და ძალიან დიდი სიხარულით მინდა ვამცნო ჩვენს ტელემაყურებელს და ჩვენს ქვეყანას, რომ მაქვს ბედნიერება ბატონმა ზურამ ჟავლია, რომელმაც სიმღერები დაწერა და ისეთი ადამიანები ასრულებდნენ, როგორც არის გოგი დოლიძე და კიდევ ძალიან ბევრი ადამიანი. მომცა იმის საშუალება და ვიტყვით ამამად, იმედია მას არ ეწყინება. მან დაწერა აფხაზეთს ეს სიმღერა, რომელიც მე უნდა შევასრულო. და ეს ჩემთვის უდიდესი პატივია. ის ჩვენ გადაცემაში ჟღერდება პირველად ეს ინფორმაცია. კი, ასე გამოდის. მანამდე მქონდა ერთ-ერთ გადაცემაში სურვილი, რომ მემღერა ქართველების ერთად ყოფნა. შესანიშნავი. და დაურეკე ბატონ ზურას და ვკითხე, რომ თუ იყო ამის შესაძლებლობა, რომ მე ეს სიმღერა შემესრულებინო და რა თქმა უნდა დამთანხმდა. მომიწია სიმღერა გადაცემაში და მოისმინა მან და როდესაც მან მოისმინა მე როგორც ყოველთვის ჩემი ხელწერა ჩავდე იმ სიმღერაშიც და როდესაც შევასრულე სიმღერა ერთ-ერთ გადაცემაში ბატონმა ზურამ მოისმინა ეს ყველაფერი და ერთ მომენტში მენიზმატიკურად ეხ ბუნებრივია საოცარი სიმღერა და მეც მომეწონა იქ სიმღერა და ჩემებული ვერსია, რაღაც მენიზმატიკურ გადასვლაში ერთ-ერთ საფეხურზე მომიწია ჩემი ხელწერა და რა ავტორმა ძალიან მოეწონა და აი ამ მოწონების შემდეგ ზუსტად მოვიდა ჩემთან სტუდიაში და მოიტანა ეს სიმღერა აფხაზეთზე, რამაც ძალიან გამახარა და ბუნებრივია უფრო მეტი გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა შემართა, იმიტომ რომ ეს ალბათ უნდა შესრულდეს რაღაც გარკვეულ სიმაღლეზე და გარკვეული ასე ვთქვათ ძალებით. როდის შეიძლება ჩვენ დღის სინათლეზე ვიხილავთ ეს სიმღერა? დაახლოებით თუ გვაქვს უკვე მუშაობა, იწერება, რა პროცესში ხართ? უკვე მუშაობს ბატონი ზურა ამ სიმღერაზე. ანუ პარტიტურებს ალაგებს, ასე ვთქვათ. და ალბათ როდესაც დაამთავრებს, ჩვენ უდიდესი სურვილი გვაქვს ჩემს კონცერტზე შევასრულო ეს სიმღერა. იგეგმება ახლა მომავალში. აი მოდი ესეც ერთგვარად ვამცნოთ საზოგადოებას. როდის შეიძლება უახლოეს მომავალში შენი კონცერტი? ჩვენ რამდენიმე წლის წინ იყო ფილარმონიაში დიდი კონცერტი, ძალიან მასშტაბური. სადაც ხოთა შორის ესეც მე გითხო, რომ ჩვენ არაერთხელ ახსენე შენ ახალგაზრდები, ახალი თაობა და იქ ვიხილეთ ახალი თაობა. თუ გვაქვს რაღაც ერთგვარი შენი სტუდია, სადაც ამ შენს გამოცდილებას, შენს ხედვებს ახალგაზრდებს ასწავლი, პატარებს, ბავშვებს. რა თქმა უნდა, მაქვს სტუდია თაობა, სადაც
ძალიან ბევრი ბავშვი სწავლობს, იქ სწავლობენ ქართულ სიმღერებს, ქართულ ინსტრუმენტებს და ქართულ გალობას. პლუს პარალელურად ამ სტუდიაში იწერება სიმღერა, იმიტომ რომ ეს ახალი სტუდია მულტიფუნქციურია. მე მქონდა სახლის სარდაფში პატარა სტუდია, სადაც ვაკეთებდი ძალიან ბევრ ამა თუ იმ მუსიკას ნაშრომს და იქიდან ნუ როდესაც ასე ვთქვათ, ხუმრობით დაგვიპატარავდა, გადავედით და გავფართოვდით. გადიდით? კი, გავდიდით, მოკლედ გავიზარდით. და იქ მოდიან ჩემთან ეს ბავშვებიც, იქ რეპეტიციობენ და ამავდროს პლუს მოდიან ადამიანები, ვინც ხელოვნებას ემსახურებიან და წერენ სიმღერას, იქ შეუძლიათ კლიპი გადაიღონ. მოკლედ ერთ სივრცეში გაქვთ. ერთ სივრცეში შეიძლება ვთქვათ, პროდაქშენივით გამოვიდა და ძალიან აქტიურად მუშაობთ იქ მაქვს ერთი მთავარი ბაზა, სადაც ბავშვები არიან და ეს მუსიკოსები და ის ადამიანები, ვინც ხელოვნებას ემსახურებიან და ეს შემდეგ უკვე გადაგვაქვს რეალიზაციაში და ესეთი ასე ვთქვათ ნაშრომი და ნამუშევარი გამოვიტანეთ კონცერტზე. პირველი კონცერტი იყო 2018-ში. ფილარმონიაში ჩატარდა და ყოველ წელს დედების დღეს მიწევს კონცერტის გაკეთება. მე დაახლოებით 5 წელია რაც დედა გარდამეცვალა და ტრადიციულად ეძღვნება დედას? სიმბოლურად კი, არა მარტო ჩემ დედას, არამედ ყველა დედას ეძღვნება. და ტრადიციულად ვაკეთებთ ხოლმე ამ კონცერტს. არ აქვს მნიშვნელობა ეს ფილარმონიაში იქნება თუ 5 ადამიანი იჯდება. მეჭება 5 ადამიანზე შენი კონცერტი იყოს, მაგრამ არა, კი, უბრალოდ სიმბოლურად მიხარია, ძალიან მიხარია, როდესაც ამ ადამიანებს, იმიტომ რომ ეს ჩემი სითბო და სიყვარული, რაც დედას დავაკელი, მინდა რომ იმ ადამიანებში, იმ დედებთან ავანაზღაურო და ის რაღაც ლამაზი ვიბრაციები ვაჩუქო, თუნდაც ერთი საღამო და ეს ჩემთვის ალბათ ძალიან დიდი პატივია და ძალიან დიდი სითბოა, იმიტომ მეც ყოველთვის რაღაცა პასუხისგებლობებით ვეკიდები და თან ერულობ ხოლმე მეც ადამიანი ვარ და მეც ხელოვანი ვარ, იმიტომ რომ შესაძაც ადამიანის სცენაზე დგება და თან ის კონცერტი იმას ემსახურება როგორც არის დედა, ალბათ უფრო მეტი საპასუხისგებლობა ბუნებრივია. რატო? გალობა ახსენე, გალობაც ისწავლებო. თავად თუ ქონია შეხება გალობასთან, პროფესიულ დონეზე თუ არა, ინცდელობა მაინც რო დაუშვათ. კი, ანსამბლში მართვეში ადრე ძალიან ისწავლებოდა ვიცი. კი, ისწავლებოდა და ვსწავლობდი რა თქმა უნდა და რამოდენიმე გალობა ვიცი, ბევრი შეიძლება არ მქონდეს ახლა იმ ხელა გამოცდილება. იმიტომ რომ ამ კუთხით არ ხარ. შენ ხარ ვენახი აღდგომასა შენს, ანუ რამოდენიმე არის, მე ძალიან კარგად ვიცი, კი. ბავშვები არიან მაგალითად ცოტა რთულად ეგუებიან, იმიტომ რომ სხვა პოლიფონია გალობა და სხვა სივრცეა, ანუ სხვა სიმაღლეა რა თქმა უნდა და სხვანაირად ესაუბრები გამჩენს. თავად აი გამჩენიც ახსენე და გალობა, რომელიც აი რაღაცა სხვანაირად შეგიყვანს სხვა სამყაროში, რასაც ღმერთი ქვია, ეკლესია ქვია, სარწმუნოება ქვია. როგორია შენი დამოკიდებულება? შენში რამდენად არის ღმერთი? ღმერთი ყველაშია, ჩვენ ამდენად ვართ ხოლმე მასთან და აი ამაზეც თუ გვეტყვი. და როდის დაუკავშირდეს ბავშვებას უკავშირდება შენ თქო, შენი პირადი ურთიერთობა მაინტერესებს. რასაც შეიძლება ჩათვალო საჭირო და გითხრა ახლა ძალიან პირადია მესმის. მე ყოველთვის ვგრძნობდი რომ ყოველთვის იყო ღმერთი ჩემთან. მე აქამდე რომ მოვედი ეს იმის პირდაპირ მანიშნებელია რომ არ ეხსოვდეს ამიტოვებს და ყოველთვის ჩემს გვერდით არის და რა თქმა უნდა მეც ვცდილობ მეც მაქვს ჩემი რაღაც გარკვეული ყველასა ადამიანის თავისი ეცნობები, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ რომ ახლოს ვიყო ღმერთთან. აი ეს და რაში გამოიხატება შენთვის რა როგორ ვფიქრობ დაუშვათ ცხოვრების წესით, არის ხოლმე საშუალება რაღაცა ეკლესიურ მასში, აი როგორ აქვს? ვცდილობ ყოველთვის ამა თუ იმ ქმედებით, ანუ ადამიანთან დამოკიდებულებით, ხო, ნუ პირველი შენი ღმერთთან ახლოს ყოფნა და სიყვარული იმაში გამოიხატება, რომ მოყვასთან ურთიერთობა და გინდა რომ ყოველთვის მოეფერო, გინდა ყოველთვის რომ რაღაც ანუ ბევრი საკითხია, რითიც ახლოს ვარ ღმერთთან. თუნდაც ერთი იმით, რომ ძალიან მიყვარს ძაღლები. და ძალიან ყოველთვის არ აქვს, მე თვითონ ძაღლი მიყვარს, პატრონი ვარ და
ქუჩის ზაღლები მიყვარს რაღაც ვაჭმევ, ან ჩემ დამოკიდებულებას გამოვხატავ ამ სამყაროს მიმართ ღმერთის ხელით, ასე ვთქვათ. მე ვერასოდეს ვერ ვიტყვი, რომ რაიმე იყო ღმერთის გარეშე ჩემ ცხოვრებაში, იმიტომ რომ იმდენი სასწაული მოხდა ჩემ ცხოვრებაში, იმდენჯერ გადამარჩინა, სიკვდილს გადამარჩინა. აი ჩახედე სექტოს თვალებში ყოფილა ეგეთი შემთხვევები? ეს კი მქონია ძალიან ბევრჯერ ესეთი შემთხვევა. ისეთი შემთხვევაც ყოფილა, რომ მე იქიდან რა ძალამ წამომიყვანა და არ ვიცი, მაგრამ ის ჩემთან ერთად ვისთანაც უნდა დარჩენილიყავი იმ ადამიანთან ის სამწუხაროდ მოკლეს. და შენ გადარჩი. გადარჩი. ეს რატო წამოვედი ეს სხვა ქვეყანაში მოხდა. რატო წამოვედი? მე ამას აუცილებლად ვიტყვი, რადგან საუბარს მოყვა ეს ყველაფერი, ვიტყვი. ჩემი დიჩვილი იბადებოდა. ვიძახდები. და მე ვერ დავტოვებდი გაურებას. თუმცა გაურებული ვიყავი, რომ მე აუცილებლად უნდა დარჩენილიყავი იქ, იმიტომ რომ ხელოვნების კუთხით აუცილებლად რაღაც საქმე მქონდა გასაკეთებელი. და იმ ჩემ მეგობართან უნდა დარჩენილიყავი, მაგრამ სამწუხაროდ ის ადამიანი მუხანათურად მოკლეს. და მე რამოდენიმე საათით ადრე ამარიდა გამჩენმა უფალმა ეს ყველაფერი და ამიტომ ვამბობ, ემოციებით რო ყვევი ხოლმე, მეღიმება ხოლმე ჩემ თავზე, მაგრამ ამას ამაცილა. კიდევ ჩემს გვერდით ერთხელ მანქანა იდგა და გავცდით რა მანქანას ეს მანქანა აფეთქდა. მარჯანიშვილის ხიდის ქვეშ მოხდა, ზუსტად მახსოვს ყველაფერი 10 წლის უკან იყო, მაგრამ ძალიან სასწაული მოხდა ჩემს ცხოვრებაში. კი, ამიტომ იმდენად ვგრძნობ, რომ არსებობს ჩემში და იმდენად ძალას მაძლევს. ანუ ჩვეულებრივ მოკვდავ ადამიანს მაძლევს იმის ძალას, რომ აკეთო ამდენი რაღაც ერთად. ეს ადვილი არ არის, მე ვფიქრობ, ჩემი აზრით არ არის ადვილი. საოცრებაა. და ზეგან კითხე და უბრალოდ მე თემატურად სხვაგან წავედით და დაუბრუნდები იმ კითხვის ბოლოსკენ, ახლო მომავალში თუ უნდა ველოდო ჩვენ შენი ძალიან დიდი აუდიტორია, შენი მსმენელის კონცერტს და სიახლეს, აი რას აჩუქებ მათ წინასწარ ჩვენგან. დიდ გაახარებ. არ ვიცი, ალბათ მთელი ცხოვრება მინდა ვაჩუქო ბედნიერი ვიბრაციები, არა მარტო 7 მარტს, რაც ეხლა უნდა ჩატარდეს ფილარმონიაში კონცერტი. ალბათ მე ირისთვისაც მოვედი, ირისთვისაც მომიყვანა გამჩენმა ესე რო ლაპარაკობდით. რა მისიაც დამაკისრა, ალბათ იმით უნდა მოვესიყვარო იმ ადამიანებს, ვინც ხელში ამიყვანა და მატარა. ეს არის ჩემი ქვეყანა პირველ რიგში და ჩემი ერი. მე უკვე მსოფლიო დონეზე და ალბათ მსოფლიო რანგის მუსიკოსებთანაც და მომღერლებთანაც აუცილებლად მექნება კოლაბორაცია, იმიტომ რომ ამაზე აუცილებლად მიდის ინტენსიური მუშაობა, ასე ვთქვათ. მანამდე კი 7 მარტს ველოდები ყველა ადამიანს, ვისაც ჩემი შემოქმედება უყვარს, ვისაც ვინც აფასებს ამ ყველაფერს და ვინც იცის ჩემი ვიბრაციები რას ნიშნავს და როგორ მოქმედებს ადამიანს. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა დავით, წარმატებას გისურვებ და როგორც 7 მარტის კონცერტზე დარწმუნებული ვარ, მთელი რესურსი ახლა ამას ჩაჩადებული ზოგადად ჩვენს კარიერაში და ცხოვრებაში და აი ღმერთის იმ შემწეობას, რომელსაც ახლა ისაუბრებთ. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. მადლობა. რაც ყველაზე მეტად მოკლე ეს არის სიყვარულის გრძნობა, უნარი და ერთმანეთის გათვალისწინება.